მთიანი ყარაბაღის რეგიონი 10 წლეულების განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მძიმე დაპირისპირების კერას წარმოადგენდა. ამ კონფლიქტის ფესვები შორს მიდის, თუმცა მისი თანამედროვე სახე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. სომხებიც და აზერბაიჯანელებიც ამ ტერიტორიას საკუთარი ისტორიისა და კულტურის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ, რამაც ეს რეგიონი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ გეოპოლიტიკურ გამოწვევად აქცია. მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მიმდინარეობდა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტი. ვინაიდან ამ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე ბევრ ადგილას შერეული მოსახლეობა ცხოვრობდა, კონფლიქტს ახასიათებდა ეთნიკური წმენდები, რომელმაც მოიცვა ბაქოსა და ერევნის გუბერნიები, თბილისი, განჯა, ნახჩევანი და რა თქმა უნდა ყარაბაღიც. ომი მიმდინარეობდა 1918-20 წლებში, როდესაც უკვე დამოუკიდებელი სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები ერთმანეთს სადავო ტერიტორიების გამო უპირისპირდებოდნენ. ყარაბაღი აქაც კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი კერა იყო. რეგიონის საბჭოთა ოკუპაციამ მომავალი კონფლიქტისთვის ახალი საზღვრები მოხაზა. 1923 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით მთიანი ყარაბაღი ავტონომიური ოლქის სტატუსით აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეთნიკური სომხები წარმოადგენდნენ. 7 წლეულის განმავლობაში საბჭოთა რეჟიმი დაძაბულობას ხელოვნურად აკავებდა, თუმცა უთანხმოება არ გამქრალა. 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დასუსტებასთან ერთად კონფლიქტმა ახლიდან იფეთქა. 1988 წელს, როდესაც ყარაბაღელმა სომხებმა სომხეთთან შეერთება მოითხოვეს, დაიწყო ეთნიკური შეტაკებები და პოგრომები. დაპირისპირებაში თავიდან ძირითადად ხელნაკეთი იარაღი, მოლოტოვის კოქტეილები და სანადირო თოფები გამოიყენებოდა. ნელ-ნელა კი გასამხედროებული ფორმირებები მეტად იარაღდებოდნენ. მათ არსენალში გამოჩნდა ავტომატები და სხვა სამხედრო საშუალებები, რომლებსაც ისინი იღებდნენ როგორც საბჭოთა არმიის საწყობებიდან კორუფციული გარიგებებით, ასევე მილიციის განყოფილებებზე თავდასხმებით. თავდაპირველად საბჭოთა არმია ძირითადად ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა. 1991 წელს კი მათ აზერბაიჯანის მხარე დაიჭირეს, როდესაც აზერბაიჯანულ ომონს ღიად დაეხმარნენ სომხური სოფლების განიარარებასა და მოსახლეობის დეპორტაციაში. ამავე წელს მთიანმა ყარაბაღმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი სრულად სომხეთზე იყო დამოკიდებული, საერთაშორისო რეაქციის არიდების მიზნით ერევანსის ოფიციალურად არასდროს შემოუერთებია და არც მისი დამოუკიდებლობა უღიარებია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც მხარეებს საბჭოთა იარაღი დარჩათ, კონფლიქტმა სრულმასშტაბიანი ომის სახე მიიღო ორი ქვეყნის არმიებს შორის. ყოფილი საბჭოთა ნაწილები ეხმარებოდნენ ორივე მხარეს როგორც იარაღით, ასევე პერსონალით. მაგალითად, აზერბაიჯანის ავიაციის დიდ ნაწილს სწორედ რუსი პილოტები მართავდნენ, ხოლო სომხურ ჯავშან ტექნიკას რუსი ტანკისტები. სისხლიანი დაპირისპირება 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. სომხურმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს არა მხოლოდ მთიან ყარაბაღზე, არამედ მიმდებარე 7 რაიონზე. სხვადასხვა შეფასებებით, ომმა დაახლოებით 30,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი და სომეხი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. 25 წლიანი უშედეგო მოლაპარაკებებისა და პერიოდული პოზიციური ცეცხლის გაცვლების შემდეგ სტატუს კვო 2020 წელს დაირღვა. 27 სექტემბერს დაიწყო ყარაბაღის მეორე 44 დღიანი ომი. თუ პირველი ომი ძირითადად საბჭოთა ტექნიკითა და სახმელეთო შეტაკებებით მიმდინარეობდა, ამჯერად აზერბაიჯანმა 21 საუკუნის ტექნოლოგიური ომი აწარმოა. გადამწყვეტი როლი ითამაშა თურქულმა და ისრაელურმა დრონებმა. აზერბაიჯანმა ჰაერიდან გაანადგურა სომხური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, არტილერია და ჯავშან ტექნიკა. აზერბაიჯანის მთავარი დარტყმა სამხრეთის ფრონტზე ირანის საზღვრის გასწვრივ გახორციელდა, სადაც შედარებით სწორი რელიეფი იყო და ჯავშან ტექნიკის გამოყენება გაადვილდა. 44 დღის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიამ დაიკავა ყარაბაღის სამხრეთით მდებარე 4 რაიონი. აზერბაიჯანის სპეციალურმა დანიშნულების რაზმებმა ასევე დაიკავეს მნიშვნელოვანი ქალაქი შუშა, რომელიც მაღლობზე უშუალოდ დედაქალაქ სტეფანაკერტის თავზე მდებარეობს და აკონტროლებს სომხეთთან დამაკავშირებელ მთავარ გზას. შუშას დაკარგვის შემდეგ სომხური მხარე იძულებული გახდა კაპიტულაციაზე წასულიყო. სამშვიდობო ხელშეკრულებით სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა უბრძოლველად დატოვეს 3 მიმდებარე რაიონი, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდნენ. გარდა 5 კილომეტრიანი ეგრეთ წოდებული ლაჩინის დერეფნისა, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებდა. აქ და სხვა სომხურ კონტროლირებად ტერიტორიაზე განლაგდნენ რუსი სამშვიდობოები. ამ ომს დაახლოებით 7,000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აზერბაიჯანს სურდა ეს კონფლიქტი საბოლოოდ გადაეწყვიტა. 2022 წლის დეკემბრიდან აზერბაიჯანმა ჩაკეტა ლაჩინის დერეფანი, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებდა. მრავალთვიანმა ბლოკადამ რეგიონში საკვების, მედიკამენტებისა და საწვავის დეფიციტი გამოიწვია. რუსმა სამშვიდობოებმა კი გზის გახსნა ვერ ან არ შეძლეს.
2023 წლის 19 სექტემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური იერიში დაიწყო. გამოიყენეს ინტენსიური საარტილერიო ცეცხლი და უპილოტო საფრენი აპარატები. ბლოკადით დასუსტებულმა ადგილობრივმა სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლეს. 28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ისტორიულ დეკრეტს. დოკუმენტის თანახმად 2024 წლის 1 იანვრიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ და მისმა ყველა ინსტიტუტმა არსებობა ოფიციალურად შეწყვიტა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში რეგიონის პრაქტიკულად სრულმა მოსახლეობამ 100,000-ზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა ტერიტორია დატოვა და ლაჩინის დერეფნის გავლით სომხეთში გადავიდა. ყარაბაღის კონფლიქტის დასრულებით დაიწყო ახალი ეპოქა. მიუხედავად უმძიმესი წარსულისა, ბაქომ და ერევანმა გააფორმეს სამშვიდობო ხელშეკრულება, რითაც რეგიონში სტაბილურობის ახალ ეტაპს ჩაეყარა საფუძველი. ახლა მთავარ პრიორიტეტად რეგიონში სატრანსპორტო და ეკონომიკური კავშირების აღდგენა იქცა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზანგეზურის დერეფნის პროექტი, რომელმაც აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილი სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიას და შესაბამისად თურქეთს უნდა დაუკავშიროს. რეგიონის გრძელვადიანი სტაბილურობა და მშვიდობა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, შეძლებენ თუ არა მხარეები მტრობის ეკონომიკური თანამშრომლობით ჩანაცვლებას.